ფსალმუნი დავითისა 32. იხარებდით მართალნი უფლისა მიერ და წრფელთა შვენის ქებაი, აუარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა, უგალობდით მას, აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა, რამე თუ წრფელარ სიტყვაი უფლისაი და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან, უყვარს წყალობაი და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაითა სავსე არს ქვეყანაი, სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა ყოველი ძალი მათი, შეჰკრბეს იგი ვითარცა თხიერსა წყალთა ზღვისათა და დასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა, ეშინოდენ უფლისა ყოველსა ქვეყანასა და მისგან შეიძრნენ ყოველნი დამკვიდრებულნი სოფლისანი, რამე თუ მან თქვა და იქმნეს, თავად მან ამცნო და დაებადნეს, უფალმან განაქარნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხყვნეს გულის სიტყვანი ერთთანი და შეურაცხყვნის ზრახვანი მთავართანი. ხოლო ზრახვაი უფლისაი უკუნისამდე ჰგიეს და გულის სიტყვანე გულისა მისისანი, თესლითი თესლად დე ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი. ერი, რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვის და ზეცით მოხედნა უფალმან დაიხილნა ყოველნი ძენი კაცთანი, გამზადებულითა სამკვიდრებლით თვისით მოხედნა ყოველთაზე და დამკვიდრებულთა ქვეყანისათა. რომელმან დახბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისხმა ყვნის ყოველნი საქმენი მათნი, არა ცხონდების მეფე მრავლეთა ძალითა თვისითა და გმირა რა განერნეს სიმრავლეთა ძალისა მისისაითა, ტყვინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თვისითა არა განერეს, აჰა ესე რა თვალნი უფლისანი, მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა, ხსნად სიკვდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდათ მათთა სიყმილსა, ხოლო სულ მან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამე თუ მწედა მფარველარს იგი ჩვენ და რამე თუ მისსა მიმართ იხარებდეს გული ჩვენი და სახელსა წმინდასა მისსა ვესვიდეთ, იყან უფალო წყალობაი შენი ჩვენზე და ვითარცა ჩვენ გესავთ შენ ამინ.